მოგესალმებით. ეს გახლავთ თერაპიული ზღაპრებისა და იგავების არხი. მე გახლავთ ფსიქოთერაპევტი მერა ბონიანი. დღეს გაგიკითხავთ იგავს აღფრთოვანებული მომთაბარეები. 3 მომთაბარე უდაბნოში გადაადგილდებოდა, მაგრამ ყველაფერი და თვით ქვიშიანი უდაბნოც კი ოდესღაც თავდება. დადგა დღე, როდესაც მომთაბარეები უდაბნოდან გამოვიდნენ. წინ იყო მტრიანი გზა. დავიდრე გზას განაგზობდნენ, გადაწყვიტეს დაესვენათ. დაღლილი მომთაბარეები ღამის გასათევად მოეწყნენ და საუბარი წამოიწყეს უდაბნოს დაუსრულებლობაზე, ადამიანის ცხოვრებისეულ სირთულეებსა და წინააღმდეგობებზე. უცებ ცა გაიხსნა. ჯადოსნური სინათლით გაფრწყინდა და გაისმა ღმერთის ხმა. წადით უდაბნოში, დააკრიფეთ იმდენი ქვები, რამდენსაც შეძლებთ და ხვალ თქვენ აღფრთოვანებული იქნებით ამით. და უცებ დადგა სრული სიჩუმე. სინათლე გაქრა და ჩამოფნევდა. ეს რას ნიშნავს? გამძვინვარებულმა შეჰყვირა ერთ-ერთმა მომთაბარემ. ჩვენ ესესაა გამოვედით უდაბნოდან, ასეთი ტანჯვით და ასეთი წვალებით. ღმერთი კი გვთავაზობს, რომ კვლავ უკან დავბრუნდეთ ამ დაწყევლილ ქვიშებში და იქ ქვები მოვაგროვოთ. ნამდვილი ღმერთი გვიკარნახებდა იმას, თუ როგორ გაგვეთავისუფლებინა ადამიანები ტანჯვისგან, როგორ მოგვესპოს სიღარიბე. ნამდვილი ღმერთი ალბათ გვასწავლდა სამყაროს უდიდესი საიდუმლოებების ამოხსნას. მაგრამ მომთაბარეები ბუზღუნით მაინც გაემართნენ უდაბნოსკენ, აკრიფეს იქ რამოდენიმე ქვა და თავის მეშოკებში ჩაყარეს. დილით კი გზას გაუდგნენ. უცნობია რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ერთმა მათგანმა ჩაიხედა თავის მეშოკში და ხელი ჩაყო მასში. მის ხელის გულზე უბწყინვალესი ბრილიანტი იდო. მომთაბარეები ეცნენ თავიანთ მეშოკებს და ამოიღეს ბრილიანტები. ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ მანამდე, ვიდრე არ მიხვდნენ იმას, თუ რამდენად ცოტა ქვა შეაგროვეს მათ გასულ ღამეს. იგავი არის იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როგორ ასრულებს ადამიანი ღვთის სიტყვას, რამდენად გულით მიყვება ის იმ წესებს, იმ ცნებებს, რომელიც ღვთისგან არის დადგენილი და რამდენად არის ეს შინაარსიანი და არა ფორმალური. ჩვენთვის როგორც ყოველთვის საინტერესოა თქვენი მოსაზრებები, მოიწონეთ ჩვენი არხი და გამოიწერეთ.